განახდება თუ არა მოლაპარაკება სტამბულში რუსეთსა და უკრაინას შორის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელსაც განიხილავენ ამჟამად დასავლურ მედიაში და მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან ამ ფაქტს. მათ შორის არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც თავის სოციალურ ქსელში Truth Social-ზე აქვეყნებს პოსტს და ის მოუწოდებს უკრაინას, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან. რუსეთის პრეზიდენტ პუტინს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადება, არამედ ხუთშაბათს თურქეთში შეხვედრა სურს, რათა სისხლის ზღვრის შესაძლო დასრულებაზე მოლაპარაკება შედგეს. უკრაინა ამას დაუყოვნებლივ უნდა დაეთანხმოს. ყოველ შემთხვევაში, მათ შეეძლებათ განსაზღვრონ შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა, ხოლო თუ ეს ასე არ არის, ევროპელ ლიდერებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ეცოდინებათ რა ხდება და შესაბამისად იმოქმედებენ. მე ეჭვება, რომ უკრაინა შეთანხმებას დადებს პუტინთან, რომელიც ძალიან დაკავებულია მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების აღნიშვნით, რომელიც ვერ იქნებოდა მოპოვებული ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. ჩაატარეთ შეხვედრა ახლავე. დაწერა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც იმყოფებოდა ახლახან კიევში, ეხმაურება ამას და ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის გარეშე შეუძლებელია მოლაპარაკება. კიევში და პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ჩვენ მკაფიო წინადადება წამოვაყენეთ. უპირობო 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ორშაბათიდან. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვალდებულება ყოველგვარი პირობის წაყენების გარეშე აიღო. ახლა ჩვენ რუსეთისგან ვერით ასევე მკაფიო პასუხს. მოლაპარაკება შეუძლებელია, სანამ იარაღი ლაპარაკობს. დიალოგი შეუძლებელია, თუ იმავდროულად მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ. ცეცხლის შეწყვეტა საჭიროა ახლავე, რათა მოლაპარაკებები დაიწყოს მშვიდობისთვის. დაწერა ემანუელ მაკრონმა პლატფორმა X-ზე, ასევე პლატფორმა X-ზე პოსტს აქვეყნებს ფრიდრიხ მერცი, გერმანიის კანცლერი, რომელიც ასევე იმყოფებოდა კიევში. დადებითი სიგნალია, რომ რუსულმა მხარემ მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ველით, რომ მოსკოვი ახლავე დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. ეს სერიოზული მოლაპარაკებების შესაძლებლობას გააჩენს. ჯერ იარაღი უნდა გაჩუმდეს და შემდეგ შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება. დაწერა გერმანიის კანცლერმა, ასევე კიტ კელოგი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელი სპეციალური რუსეთსა და უკრაინის საკითხებში. ამას ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრიც კი ხვდება. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, შეწყვეტათ მკვლელობები პირველ რიგში უპირობო 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და მის განმავლობაში ყოვლის მომცველ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადასვლა. არა პირიქით, დაწერა კელოგმა სოციალურ ქსელში და ასევე გადააზიარა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის პოსტი ამის თაობაზე, რომელიც ასევე ლაპარაკობს, რომ საჭიროა ჯერჯერობით თავდაპირველად ცეცხლის შეწყვეტა და მხოლოდ შემდგომ მოლაპარაკებები. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ასევე აქვეყნებს თავის შეფასებას. ჩვენი მოწოდების პასუხად რუსებმა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება 15 მაისიდან შემოგვთავაზეს, თუმცა მსოფლიო ელოდება ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უკრაინა მზად არის. საკმარისია მსხვერპლი. დაწერა დონალდ ტუსკმა პლატფორმა X-ზე და რაც შეეხება თურქეთს, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა და მისი თქმით, თურქეთი მზად არის მოლაპარაკებებს გაუწიოს ორგანიზება. თურქული გამოცემის ცნობით მას ამის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, რომელთანაც სატელეფონო საუბარი ჰქონდა. მისი თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების მცდელობებმა ისტორიულ გარდამტეხ მომენტს მიაღწია და რომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ.